უფლება ამ ბოლო მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში უხეშად ერევა პირდაპირ წინასაარჩევნო კამპანიაში და აი ასეთი უხეში ჩარევის გამო ჩვენ იძულებულები გავხდით ეს გვეცნობებინა საზოგადოებისათვის იმ ფილმისათვის, რომელსაც ჭეშმარიტად სურს ობიექტურად ჩაწერას არჩევნები. უხეშად ჩარევის ხელისუფლების რა ფაქტები არის ქალაქში ამ სულ რაღაც 2 დღის წინ დაფიქსირდა ისეთი საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც გამოიხატებოდა მათ მიერ პირდაპირ ვიტყოდი თავიანთი უფლებამოსილების და თანამდებობრივი უფლების ბოროტად გამოყენებაში. კერძოდ ეს განპირობებულია იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რომელიც თავიანთი მათამი დაქვემდებარებული სამსახურების მიერ განხორციელდა. ეს არის პირდაპირ ვიტყვი საგადასახადო ინსპექციის სამსახურის მიერ სამსახურის ინსპექციის მუშაკებმა, რომლებმაც ეგრეთ წოდებული შპარგალკა გაავრცელეს ქალაქში ინდივიდუალურ მეწარმეებში, რომლებთაც იძულებულს ხდიან რომ შემოხაზონ ის კანდიდატები, რომლებიც აი ამ ეგრეთ წოდებულ შპარგალკაში არიან მითითებული. დავალება ძალიან მარტივია. საგადასახადოს თანამშრომლები სთავაზობენ მათ, რომ თუ თქვენ არ გინდათ შეგექმნათ პრობლემები საგადასახადო სამსახურთან და არ დაგეძაბოთ ურთიერთობები, თქვენ იძულებულები უნდა იყოთ და ვალდებულს ხდიან, რომ შემოხაზონ სწორედ ეს კანდიდატები. რაც შეეხება თუ ვინ არიან ეს კანდიდატები, ეს კანდიდატები ძირითადად არიან, სულ ყველა აბსოლუტურად არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და რა თქმა უნდა ხელისუფლება მათ მხარს დაუჭერს იმ საფუძვლიანი მოტივით, რომ ისინი მოხვდნენ ხელისუფლებაში და ამით მათ გაიმყარონ კიდევ ის ბერკეტები, რომლებსაც დღეს კვლავ ფლობენ და რა თქმა უნდა სიმშვიდით შეხვდნენ აი ამ ყველაფერს, რაც მათ სხვათა შორის ელოდებათ ეს მოდით აქ იქნებ დავაკონკრეტოთ. თქვენ ბრძანებთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ერევიან უხეშად აი არჩევნების წინასაარჩევნო პროცესებში. ხელისუფლება გორში არის შეიძლება ითქვას რამდენიმე ხელისუფლება. არის რაიონული დონე, რაიონული გამგეობა აქვს ხელისუფლებაში და არის სამხარეო ადმინისტრაცია. აი იქნებ დავაკონკრეტოთ აქაც რომელ ხელისუფლებაზეა საუბარი. ხელისუფლება ზოგადი ცნებაა და აი ვინ არის ეს პიროვნებები, მაშინ მოდით კონკრეტული თუ გაქვთ ამის დამადასტურებელი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩვენგან გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით და არა ჩვენ არასოდეს არ ვეკიდებით ფანტაზიებს ან რაღაც მონაჭორს. და ეს ფაქტები რეალურად არსებობს, ამ ყველაფრის მოწმეა თვითონ საზოგადოება, რომელმაც თავად დააფიქსირეს ეს ფაქტები, როდესაც ყოფილი რაიონის გამგებელი ბატონი კოშაძე მიუხედავად იმისა, რომ მისი კანონით, საარჩევნო კანონით მისი უფლებამოსილება შეჩერებულია, იგი დადის დღისით, მზისით საარჩევნო უბნებში და კომისიის წევრებს მოუწოდებს და ზეგავლენას ახდენს მათზე, რომ იგი მხარ დაუჭირონ იმ კანდიდატებს, რომლებიც ხელისუფლების მიერ არიან წარმოდგენილები. პლუს ამას უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თავად გუბერნატორიც ბატონი ქობლიანიძეც რა თქმა უნდა უხეშად ერევა ამ შემთხვევაში, მაგრამ იმის ამ ბატონ კოშაძესგან განსხვავებით, იგი თავად იბარებს თავის რეზიდენციაში და იქ ხდება კომისიის თავმჯდომარეებზე საკმაოდ სერიოზული ზეწოლა იმისათვის, რომ მათ უკვე გაცნობიერებული აქვს და იძულებულნი არიან აღიარონ ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი უძლიერესი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ მათ ეშინიათ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის და იძულებულები არიან, რომ გამოიყენონ ყველა არადემოკრატიული საზოგადოებისათვის მიუღებელი ყველა ბერკეტი, ყველა ფორმა, რომელიც 12 წლის განმავლობაში კარგად ხელისუფლების მიერ კარგად აპრობირებულ მეთოდებად არის ცნობილი. გასაგებია, ბატონო მიშა, მე რა მაინტერესებს, თქვენ აცხადებთ, რომ იბარებენ კომისიის თავმჯდომარეებს და მათთან ასე ვთქვათ აქვთ საუბარი ამა თუ იმ თემაზე. მაგრამ როგორც ცნობილია, მოქალაქეთა კავშირი აღარ არსებობს დაიშალა. ვისზე ავალებენ მაშინას? გორში დღეს მე ვიცი, უმრავლესობა საკრებულოს კანდიდატები არიან მაჟორიტარული წესით წარმოდგენილი კანდიდატები, ძალიან ბევრი ასეთი. და აი ვიზია მუშაობა გარკვეულ პოლიტიკურ ძალის მიერ წარმოდგენილი კანდიდატებზე თუ კონკრეტულ ასე ვთქვათ მაჟორიტარული წესით წარმოდგენილი კანდიდატები. აქ არიან როგორც მაჟორიტარული, ისე ერთდროს მოქალაქეთა კავშირში მყოფი პიროვნებების სია. ამავდროულად ეს პიროვნებები არიან
ეკონომიურად გაბატონებული კლასის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა ხელისუფლება ყოველთვის იმ მოწოდებაზე იყო და არის რომ ეკონომიურად გაბატონებული კლასი აუცილებლად უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში როგორც პოლიტიკურად გაბატონებული კლასი და რა თქმა უნდა ამას საზოგადოება არ დაუშვებს საზოგადოება ყოველთვის აფასებს ნებისმიერ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯს უარყოფის უდადებით და დარწმუნებული ვარ რომ გააკეთებს ისეთ გადადგავს ისეთ ნაბიჯს საზოგადოება რომელიც სჭირდება ჩვენს მომავალ ქვეყანას და მომავალ საზოგადოებას ამისათვის მე პირადად მოვუწოდებ ნაციონალური მოძრაობის სახელით ყველა საზოგადოების წარმომადგენელს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მართლაც სჯერავს ჩვენი ხვალინდელი დღისა, ჩვენი ქვეყნის მომავლისა, რომ აუცილებლად მობრძარდნენ არჩევნებში და დააფიქსირონ, გამოხატონ თავიანთი ნების სურვილის მიხედვით. თქვენ აღნიშნეთ, რომ ბატონი ზაზა კოშაძე თითქოს დადის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა უბნებში და გარკვეულ საუბრებს ატარებს. მე როგორც ვიცი, იგი გორში არ იყრის ეს დიახ, მართალი ძალიან დაინტერესებული ხაზგასასმელია ფაქტიც, რომ მას არანაირი უფლება არ აქვს, რომ იგი ესეთი უხეშად შემოიაროს ქალაქ გორის საუბნო საარჩევნო კომისიები და მოახდინოს ზეწოლა. ამავდროულად იგი როგორც ცნობილია და როგორც საოლქო კომისიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბატონი კოშაძე კენციყრის ერთ-ერთ სოფლის თემის საკრებულოში დეპუტატად. რა თქმა უნდა, დღესაც ბატონი კოშაძეს გონია თავის ხელისუფლების წარმომადგენლად და აი ამ ხელისუფლების ბერკეტებს ასეთი უხეშად იყენებს. გასაგები, ბატონო შა, მე მაინტერესებს დღეს თქვენ პრესკონფერენციაზე აღნიშნეთ, რომ ბიულეტენი, ასე ვთქვათ, საარჩევნო ბარათების, ასე ვთქვათ, არის დარღვევები ამ გადაცემასთან დაკავშირებით. არის ოჯახები, სადაც არ მივიდა ბარათი. ან არის ოჯახები, სადაც მივიდა, მაგრამ იმ რაოდენობით არ მივიდა, რა რაოდენობითაც უნდა მისულიყო. თქვენ გამომდინარე აქედან პრეტენზიას საოლქო საარჩევნო კომისიასთანაც გაგიჩნდათ? მე ამ საკითხს ასეთნაირად მოგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ ამ რამდენიმე კვირის წინ ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა, სადაც მათ შეისწავლეს ქალაქში არსებული მდგომარეობა თუ რა პროცენტულობით რამდენი უჭერს დაუშვათ ნაციონალურ მოძრაობას მხარს. გამოიკვეთა ის აშკარად გამოიკვეთა, რომ ნაციონალურ მოძრაობას მართლაც უმრავლესობა აძლევს ხმას და ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატებს. ამისათვის მათ გამოიყენეს ერთ-ერთი ასეთი მეთოდი, რომელიც მათ არჩევნებში გაუადვილებდა მოგებას და გამოიწვევდა გაყალბებას. კერძოდ ეს ჩანს იმ ფაქტებში, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანში მოსახლეობასთან თუ კი ოჯახში იყო 5 ამომრჩეველი, მიიტანეს იქ ერთი ბარათი მოსაწვევი, ანუ არჩევნებში, იმიტომ რომ ეს ოჯახი ფაქტიურად იყო ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერი. თუ კი დაუშვათ სხვა ისეთი კანდიდატებზე იყო საუბარი, რომელსაც ხელისუფლება უჭერს მხარს, იმ ოჯახებში აბსოლუტურად მიტანილი იყო ეს მოსაწვევები. ასევე იყო ერთი ფაქტი დაფიქსირებული, როდესაც მშობლებს არ მიუტანეს მოსაწვევი, მაგრამ ესე იგი ამით გამოხატეს, რომ მას არ აქვს უფლება არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა, რომ ვინმეს მისცეს ხმა და მიუტანეს მე-9 კლასელი მოსწავლის მოსაწვევი. ეს რა თქმა უნდა უხეში დარღვევაა საარჩევნო კანონმდებლობისა და აქვე მინდა დავამატო, რომ თუ კი ანალოგიურ ქმედებას ექნება, თუ კი არ გამოასწორა უბრალოდ საოლქო საარჩევნო კომისიამ ეს ხარვეზები, ჩვენ კაცრად მოვთხოვთ ყველას აბსოლუტურად პასუხს. განურჩევლად თანამდებობისა და განურჩევლად ორი დღე არჩევნების ჩატარებამდე 2 დღით ადრე ირკვევა ეს საკითხები, 2 დღით ადრე იღებს ამორჩეველი, 2 დღით ადრე იღებს საარჩევნო ბარათს და ხვალინდელი დღე კიდევ დარჩენილი აქვს საარჩევნო კომისიას და ამიტომ ასეთ განცხადებას ვისარგებლებდი შემთხვევით და ასეთ განცხადებას გავაკეთებ, რომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც არ მისულია ოჯახში ასეთი ფორმის მოსაწვევი, ანუ ბარათი, საარჩევნო ბარათი ძალიან ვთხოვ ყველას, აბსოლუტურად ყველას, რომ ნაციონალურ მოძრაობას მოგმართოთ სწორედ იმ ხარვეზის გამოსასწორებლად, რომელიც მე ზემოთ მოგახსენეთ. ამისათვის საჭიროა თქვენი აქტიურობა
თქვენი მისვლა არა მარტო ნაციონალურ მოძრაობაში ჩვენი მხარდაჭერის გამოსავლენად, არამედ თვითონ საუდუმლო საარჩევნო კომისიაში, სადაც თქვენ მოითხოვოთ თქვენი სახელისა და გვარის ხელახლა რეგისტრირება საუდუმლო საარჩევნო კომისიაში. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემა მიმდინარეობს პირდაპირ ეთერში, მუშაობს ჩვენი ტელეფონი, რომლის ნომერია 258-46, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და მოგვაწოდოთ თქვენთვის სასურველი კითხვა, რომელსაც უპასუხებს ალბათ მიხეილ ქარელი. გავაგრძელებთ ბატონოში ჩვენი საუბარი. დღეს ჩვენთან მოეწყო ტელედებატები, მოიხსენებათ და უმრავლესობა კანდიდატებისა, განგროვის კანდიდატებისა აღნიშნეს, რომ გამორიცხულია ზოგმა ესეთი კითხვა, რომ გაყალბდეს დღევანდელი არჩევნები. მაგრამ იყო გამონაკლისი ადამიანების, რომლებიც თქვეს, რომ შეეცდებიან გაყალბებას, რადგან ბოლო არჩევნები ყოველთვის ყალბდებოდა და ალბათ ეხლაც გაყალბდება. ჩემთვის უცნობია ნაციონალური მოძრაობის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ამდენად საზოგადოებისთვისაც და ჩემთვისაც საინტერესოა თქვენ როგორ უყურებთ ამ არჩევნებს. მე ვიცი რომ გარკვეულ დემოკრატიული ელემენტები არის ჩადებული, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს გაყალბდება თუ არა. დემოკრატიული ელემენტები შეიძლება ჩვენ ბჭყალებში ვიხმაროთ, იმიტომ რომ ეს შეგნებულად ჩადო კანონში ხელისუფლებამ, მაგრამ მოიტოვა იმის უფლება, რომ ისევ გარკვეული ბერკეტებით მართოს საარჩევნო სისტემა, არჩევნების სისტემა აბსოლუტურად. მე ჩემს მიერ ზემოთ მოხსენებული ყველა ის ფაქტი, რომელიც მე თვითეული დავასახელე, თუნდაც იმ მოწვევისა და საარჩევნო ბალოტების არ მიტანით ოჯახში, ეს გამოიწვევს გაყალბებას. ან უპრობლემოდ გამოიწვევს გაყალბებას, რადგან მოსახლეობა არ მივა საარჩევნო უბნებში, დარჩება იქ გაუხარჯავი ბიულეტინები და ამის საფუძველზე ადგილობრივი კომისია, რომელიც ძირითადად ხელისუფლების მიერ არის დაკომპლექტებული, გამოიყენებს ამ მდგომარეობას და შესაძლებელია გაყალბდეს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას ვთხოვოთ და მიმართო, რომ ნუ ჩავარდებიან ისინი პესიმიზმში, რადგან ჩვენ თითოეული ადამიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, დავიცავთ არა მარტო თქვენს უფლებებს, არამედ თქვენს ხმას არჩევნებში. რატომ უწოდებს ის მაყურებლის კითხვა უკვე შემოსული, რატომ უწოდებს მიხეილ ქარელი ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკურ ორგანიზაციას? ასეთი გორში არ არსებობს ესეთი კითხვა, იქნებ უპასუხო. მე არ ვიცი ჩვენს რესპონდენტს რა აქვს მხედველობაში, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა რეგისტრირებულია როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია მთლიანად საქართველოში და ამავდროულად იგულისხმება, რომ ნაციონალური მოძრაობა რეგისტრირებულია გორშიც როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორც პოლიტიკური მოძრაობა. და აქვე რა შესწორებასავით არის, მიხეილ ქარელი არის წარმომადგენელი საარჩევნო ბლოკისა ნაციონალური მოძრაობა დემოკრატიული ფრონტი. ხო, ალბათ ხედულობაში ქონდა რესპონდენტს იმის ხაზგასმა, რომ ეს არის მართალია რესპონდენტი, ამ შემთხვევაში დიდი მადლობა, რომ თქვენ დაგვიკავშირდით და ასეთი ხალხი შეიტანეთ ჩემს თითოეულ სიტყვაში, როდესაც გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, იგულისხმება იქ დემოკრატიული ფრონტიც, რადგან ეს არის ბლოკი გაერთიანება იმ ძალებისა, რომლებიც უნდა მოვიდნენ აუცილებლად ხელისუფლებაში უახლოეს მომავალში, ამ არჩევნებში. აი მესამე კითხვა, რატომ არ არიან სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც არიან საარჩევნო სუბიექტები ამ ბლოკისა თქვენთან ერთად? არ ვიცი რა აქვს ხელოვნებაში, მაგრამ მე როგორც ვიცი, თქვენთან ორგანიზაციაში შედიან ზვია ძიძიგურის ფრთა, ასე ვთქვათ, ბესო ჯუღელის ფრთა, შედის ძმები ბერძენი, უბრალოდ დავით ბერძენიშვილის ფრთა, კონკრეტულ შემთხვევაში რესპუბლიკელები და არიან თუ არა სიებში, ასე ვთქვათ, აი ამ ბლოკის წარმომადგენლები თქვენთან და ეს ამ ბლოკის საერთოდ მე ვერ გეტყვით კონკრეტულად ვინ არის ამის წარმომადგენელი, მაგრამ ჩვენ ვართ 9 კანდიდატი საკრებულოს წევრობისა და პლუს გამგებლობის კანდიდატი ბატონი შოთა ჩოჩიშვილი, ნაციონალური მოძრაობა დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენლები. აქ დაყოფის პრინციპს მე ნამდვილად არ ვეთანხმები, რადგან ჩვენ ერთი პრინციპი გვაქვს, ერთი ასე ვთქვათ, მიდგომა გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ასე რომ ვინმე უმცირესობაში მოყვა ამის შესაძლებლობა არც არსებობდა და არც დღეს არსებობს. ასე რომ ჩვენ ერთიანი ძალებით მოვდივართ ხელისუფლებაში და აქ იგულისხმება როგორც ბატონ ზვია ძიძიგურის ფრთაც, ასევე ბატონი ჯუღელისა და ბატონ ბერძენიშვილის ფრთაც. ასაგები. მოდით ვისაუბროთ
და ეს დავუმატებდი სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ ყავს კანდიდატებს შორის იძულებით გადაადგილებული პირი სამაჩაბლოდან, რომელიც თქვენ კარგად მოგეხსენებათ და საზოგადოებასაც, რომ ხელისუფლებამ მხოლოდ ამ ეტაპზე დართო იძულებით გადაადგილებულ პირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, როგორც პასიური, ასევე აქტიური საარჩევნო უფლებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ ეს მდგომარეობა და იძულებით გადაადგილებული პირის კანდიდატად შეყვანა. ხომ არ არის ერთგვარი ესე ვთქვათ პოლიტიკური ისიც ხო არის გარკვეული ხრიკი ამაში, რომ ვთქვათ დევნილებს დაართესნებათ, თქვენ შეიყვანეთ დევნილი პოლიტიკურ სიაში და ეს მოგიტანთ რა თქმა უნდა ბევრ ხმას. არა, ამ შემთხვევაში ჩვენ გამოდივართ წმინდა სოციალური და ეკონომიკური პრობლემებიდან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლება არანაირ ყურადღებას არ აქცევს დღეს იძულებით გადაადგილებულ პირებს, უფრო მეტიც მე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ხელისუფლებამ იმიტომ ჩადო და პარლამენტმა იმიტომ ჩადო ის კანონის მუხლი, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებმა მიიღონ მონაწილეობა როგორც პასიური, ისე აქტიური საარჩევნო უფლებით, მხოლოდ და მხოლოდ იმ საფუძვლის გამო, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ ძალუც მოაგვაროს ეს პრობლემა უახლოეს 4 წლის განმავლობაში. ამიტომ იღებენ მონაწილეობას იძულებით გადაადგილებული პირები თვითმმართველობისა და მმართველობის არჩევნებში. ამიტომ ხელისუფლების ეს უდიდესი უსუსტესი წერტილია გამომჟღავნებული ამით. ბატონო, შემოდი დავუბრუნდეთ ჩვენს წინა შეკითხვებს. მე ერთი ეს საკითხი დამჭა. გასარკვევად თქვენ აცვადეთ, რომ ხელისუფლება გარკვეული სიები აქვს შექმნილი ხელისუფლებას და წინა ასე თქვა დებატებზეც იყო ამაზე საუბარი და ვინ არის ამ სიაში გამგებლობის კანდიდატი? და თქვენ გინდოდათ გეთქვათ თუ არა ის, რომ თქვათ ხელისუფლება გარკვეულ ალიანსშია, მე ვიცი ეს ამ სიის არსებობის შესახებ და არის თუ არა ალიანსში თქვათ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან? მე გეთანხმებით, მე აქედან დავიწყებდი ჩემს პასუხს მაგ კითხვაზე, რომ ყველა საქართველოს ქრისტიანული ქვეყანაა, მართლმადიდებლური ქვეყანაა და მე გავიხსენებდი იესო ქრისტეს შეგონებას, როდესაც ის საზოგადო ხალხს ეუბნეოდა, რომ და აფრთხილებდა, რომ შესაძლებელია თითოეულ ადამიანს სატანა წარმოგიდგეთ ათასნაირი სახით. ამიტომ აფრთხილებდა მათ. დღეს ხელისუფლება, დღემდის უпростоრად ხელისუფლება წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ნიღბებით, სხვადასხვა სახოვანი მდგომარეობით. დღეს მან ჩამოიხსნა აბსოლუტურად ნიღაბი და თუ კი დღეს ეწინააღმდეგებოდა ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, როგორიც არის დავუშვათ თავად ახალი მემარჯვენეები და ახალი მემარჯვენეები პარალელურად ეწინააღმდეგებოდნენ პრეზიდენტს, დღეს უკვე ისინი აშკარად გაერთიანდნენ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, იმიტომ რომ მათ რა თქმა უნდა აქვთ სერიოზული შიში, რადგან ისინი ჩვენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სერიოზულ პასუხს მოვთხოვთ მათ განვლილ საქმიანობაზე. ეს აშკარაა და ეს მოწმდება იმ ფაქტითაც, რომ თავად გუბერნატორმა ქობლიანიძემ ალიას კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ როდესაც კორესპონდენტმა შეკითხვა დაუსვა, რომ თქვენ უჭერთ თუ არა მხარს ბატონ ჩხეიძეს და ახალ მემარჯვენეებს გორში, მან ასეთი პასუხი გასცა, რომ ის ორგანიზაცია მე ვარ სახელმწიფოს საქართველოს პრეზიდენტის წმუნებული შიდა ქართლში და ვარ პრეზიდენტის კურსის გამტარებელი. ამავდროულად მე ვაფასებ ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ობიექტურად აფასებს დღეს ქვეყანაში შექმნილ მოვლენებს და აი ამის გამო იგი უჭერს ხარს ახალ მემარჯვენეებს და ბატონ ჩხეიძეს. რაც შეეხება პრეზიდენტის კურსს და დღევანდელ მდგომარეობის დადებითად შეფასება საზოგადოებისთვის მიმინდვია ეს ამაზე კომენტარის გაკეთება. გასაგები. ბატონო, კიდევ შემოვიდა რამდენიმე შეკითხვა და როგორც ჩანს, ჩვენ საარჩევნო კომისიას, საოლქო საარჩევნო კომისიას საკმაოდ დიდი შრომა დაჭირდება იმისთვის, რომ აღმოფხვრას ის ასე ვთქვათ სამუშაოები, რომელიც მას დარჩენილი აქვს. და ეხლა რას გულისხმობ კონკრეტულად მოგახსენებთ. გორკის ქუჩაზე საერთოდ არ არის დარიგებული საარჩევნო ბარათები და სად მივაკითხოთ და როდის მოგვიტანენ ესეთი კითხვა.
მე წეგან აღნიშნე რომ ერთი დღე კიდევ დარჩა საარჩევნო კომისიას იმისთვის რომ დაარიგდეს ბარათები, მაგრამ ალბათ ძალიან ისეთ შრომატევადი საქმიანობა დაჭირდებათ, მათ შრომა დაჭირდებათ რომ აი ეს ყველაობაში მოაგვარო პრობლემა. რა თქმა უნდა ეს არის კიდევ ერთი ის მაგალითი ის გამოხატულება ხელისუფლების მხრიდან რომ არ მიუტანონ არჩევნების მოწვევა და ამით ისარგებლოს იმ საუდმო საარჩევნო კომისიამ, რომელიც ხელისუფლების მხრიდან არიან ძირითადად დაკომპლექტებულები და ეს არის გაყალბების ერთ-ერთი უნიკალური შესაძლებლობა. ამიტომ ჩემი თხოვნა რესპონდენტს თხოვდა იმ ამორჩევებს, რომელიც გორკის ქუჩაზე ცხოვრობენ, რომ მოგმართონ ნაციონალურ მოძრაობას ჩვენ დავეხმარებით, მაქსიმალურად დავეხმარებით იმისათვის, რომ ერთ დღეში აღდგეს სიები და ეს ხარვეზები გამოსწორებული იქნეს. თუ რა თქმა უნდა, ისინი პრობლემებს შეემთხვევიან იმ საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც ისინი არიან დარეგისტრირებულები. აი იგივე თითქმის იგივე შინაარსის წერილია შემოსული საარჩევნო მოსაწვევები დღემდე არ არის მოსული შევარდენის ბინაში. ანალოგიურად შეიძლება გაიცეს პასუხი ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით იმ საზოგადოებას, რომელსაც ნამდვილად სურს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა დემოკრატიული ფორმებით. ვადო მიხეილ, მე რა მაინტერესებს? დავუშვათ პირველი რიცხვის, პირველი ივნისის, თქვათ 20 საათამდე, 21 საათამდე აი ესეთი მდგომარეობა დარჩა, რაც თქვათ დღეს აგვაქვს, ხო? იმიტომ რომ რამდენიმე აგერ გორკის ქუჩაზე, შევარდენის ბინაში და მე კიდევ ვიცი რამდენიმე ბევრ დიდ უბანში არ არის მისული ჯერჯერობით, მე ამ სიტყვას ხაზს უსვამ, ჯერჯერობით საარჩევნო ბარათები. თუ აი ესეთი მდგომარეობა დარჩა, თქვათ, პირველი ივნისის საღამომდე. თქვენ რას მოიმოქმედებთ? ასეთი შემთხვევა არ დარჩება, მე ამას ვაცხადებ მთელი პასუხისგებლობით. თუ დილითვე დავიკავშირდებიან ეს რესპონდენტები და ის საზოგადოების ნაწილი, რომელთაც არ მიუღიათ საარჩევნო მოწვევა, ჩვენ ამას პირველამდე აღმოვხვრათ ამ პრობლემას. მე ამას მთელი პასუხისგებლობით ვაცხადებ. საგებ. ბატონო, თქვენ საუბრობდით ხელისუფლებისა და ასე ვთქვათ მემარჯვენეების ალიანსზე საუბრობდით და მე მაინტერესებს ახლა ჩვენი საუბარი გარკვეულწილად დაემსგავსა ერთ კარში თამაშს, რადგან ჩვენ ახლა აქ ამ სტუდიაში არ ყავს არც მემარჯვენეების წარმომადგენელი და არც ხელისუფლების წარმომადგენელი. თუმცა მე მიმართავ ახლა ნებისმიერ თვითონ მათგანს, რომ ტელეკომპანია თრიალეთის ეთერი ღიაა ყველასთვის, მათ შეუძლიათ მობრძანდნენ ხვალ და გააკეთონ განცხადება, გააკეთონ კომენტარი იმ განცხადებების შესახებ, იმ ბრალდებების შესახებ, რომელიც დღეს აქ გაისმა მიხეილ ქარელის მიერ, ან თუნდაც თუ მათ სურვილი ექნება თქვენთან დებატებში გამოსვლისა, თქვენ გეკნებათ საწინააღმდეგო. თქვა ხვალ რომ აქ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ან თქვენ ხომ არ გაქვთ სურვილი ვინმე გაიწვიოთ დებატებში თუნდაც. ჩემ სურვილით მივესალმები ასეთ მოწვევას. და თქვენ ხომ არ გეკნებათ მეთქი კონკრეტული სიამოვნებით. აი კონკრეტულად ვისთან გეკნებათ სურვილი რომ გაიწვიოთ დებატებში. მოვიფიქრებ ამ საკითხს. გასაგებ. ბატონო, რა ვიცი, თქვენ ხომ არაფერს დაამატებთ? ვფიქრობ რომ აი დღეს ამ ეტაპზე ამოვწუროთ საუბარი და შემდეგ რა თქმა უნდა დასამატებელი საკმაოდ ძალიან ბევრია და საკმაოდ ბევრია სასაუბრო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი მხოლოდ ის რჩება კიდევ და კიდევ, რომ მოსახლეობა აუცილებლად უნდა მოვიდეს არჩევნებში. მათი აქტიურობა გადაწყვეტავს ხვალინდელი ქვეყნის ბედს. ამიტომ მათი ასე ვთქვათ არა მარტო უფლებაა ეს, არამედ დიდი პასუხისგებლობაა თავიანთი ქვეყნის და შვილების წინაშე. რამე თუ ისინი არიან პასუხისგებლები უშუალოდ მომავალი ქვეყნისა. აი ხა როგორც მანიშნებენ ჩვენთან შემოდის ასე ვთქვათ კიდევ კითხვები და ჩვენ შეგვიძლია არ დავწყვიტოთ გული არავის. და ახლა თქვენთან ერთად იმ ამორჩევლებმა რა ქნა რომლებიც ჯერ არ არიან სიაში. ალბათ გამორჩენილ სიებში გამორჩენილ სხვათა შორის ჯერ კიდევ დასაზუსტებელი მაქვს ის ფაქტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის მცდელობა იმისა, რომ სიებში, სარეგისტრაციო სიებში შეიყვანონ ის მოქალაქეები, რომლებიც დღესდღეობით გარდაცვლილები არიან. და ამ საკითხთან დაკავშირებით ანალოგიურად მინდა უპასუხო ისევ, რომ რეგისტრაცია მოხდება თუ არ მოხდა საუბნო საარჩევნო კომისიაში, ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად მოაგვარებს ამ პრობლემას, ამის იმედებს ჩვენ აუცილებლად
აი ესეთი კითხვა ბატონო მიხეილი და აუცილებლად უნდა დავსვა ეს კითხვა. თუმცა დასაწყისში მე ფაქტიურად ვიკითხე რატო არ იყო შოთაშვილის დებატებზე მეთქი, მაგრამ მოდით მაინც ვიკითხოთ. რატომ არის რომ სხვები ერთად შეიკრიბნენ, თქვენ კი ცალკე მარტო გამოხვედით და რატო არ არის ჩოჩიშვილი თუნდაც დღეს ადგილსება ესეთი. მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ მე არ ვიქნებოდი იმ დებატებზე, სადაც ბატონი შოთა იყო მოწვეული, რადგან იქ იყვნენ მხოლოდ გამგებლობის კანდიდატები და ამ შემთხვევაში თავს არ მივცემდი უფლებას უბრალოდ გამგებლობის კანდიდატებთან დებატებში გამემართა საუბარი. რაც შეეხება იმას თუ რატომ მოხდა დღეს ჩემს მიერ გამოსვლა პირდაპირ ეთერში, ეს განპირობებულია სწორედ იმის გამო, რაც მე დღეს თავი მოუყარე იმ ფაქტებს, რომელიც პრესკონფერენციაც გავაკეთე, ალბათ ტელევიზიაში გავა ეს ყველაფერი და საზოგადოება ამას აშკარად დაინახავს. ერთ საინტერესო კითხვაა კიდე ბატონო მიშა. მე როგორც ვიცი თქვენი მოძრაობის ასე ვთქვათ ლიდერები თბილისშიც და თქვენს გორში ხელშეკრულებას უდევთ მოქალაქეებს იმის შესახებ თუ თქვენ ერთი წლის განმავლობაში ვერ შეასრულებთ იმ ვალდებულებებს ვთქვათ რასაც მათ დაპირდებით თქვენ შემდეგ თქვენინებით დატოვებთ ასე ვთქვათ საკრებულოს და არ მიიღებთ შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას და ესეც საინტერესო კითხვაა შემოსული რომ გახვიდეთ საკრებულოში უმრავლესობით გააკეთებთ თუ არა თამარ მეფის ქუჩის მოპირკეთებას ესეთი კონკრეტული კითხვაა და საკმაოდ მაშინ მოდი განვაცხოთ თემა ქუჩების ასე ვთქვათ კეთილმოწყობა მოდით ასე რა თქმა უნდა ხელშეკრულებას მოსახლეობას აი გზების კეთილმოწყობაზე და ქუჩების კეთილმოწყობაზე მე ერთი რამე მინდა დავაფიქსირო რომ თუ კი ხელშეკრულებაში არ არის ის წვრილმანი საკითხები გათვალისწინებული ჩვენ ამორჩეველს შესაძლებლობას ვაძლევთ რომ დაურიგდებათ მათ ის ბარათები სადაც პირდაპირ მინიშნებული იქნება რომ რას ურჩევთ ქალაქის გამგებელს ბატონ შოთა ჩოჩიშვილს თუ კი იგი გახდა ქალაქის გამგებელი და ვავალებ არის ასეთი პარაგრაფი სადაც თვითონ ამორჩეველს შეუძლია ჩაწეროს ეს ჩაწეროს უბრალოდ ვავალებ ბატონ შოთა ჩოჩიშვილს ჩაწეროს მის მიერ ასეთი დაინტერესებული საკითხი და ჩვენ ამას რა თქმა უნდა უყურადღებოდ არ დავტოვებთ და ესეთი კითხვა საინტერესო კითხვაა რა ფუნქცია აქვს დღესდღეობით გივი გაგნიძეს იმ საარჩევნო პროცესებში და ორგანიზაციაში აი თქვენთან რა ფუნქცია აქვს გივი გაგნიძეს ეს საინტერესოს მსმენელს რა თქმა უნდა გაგცემთ პასუხს ჩვენ ნაციონალური მოძრაობა ნებისმიერი ადამიანისათვის კარი ღია ნაციონალურ მოძრაობაში ჩვენ ყველას მოუწოდებთ რომ გავერთიანდეთ ყველას რა თქმა უნდა აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება მიმართოს რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას და ჩვენც რა თქმა უნდა თავისუფლად ვაწევრიანებთ ადამიანებს რომლებიც მოწოდებულები არიან დაეხმარონ არ მარტო ნაციონალურ მოძრაობას, არამედ ქვეყანას და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთონ. ამის დადებითი მუხტი ბატონ გივი გაგნიძეში არსებობს და დარწმუნებული ვარ, რომ ის სასიკეთოდ წარადგება და ბოლო კითხვევანში. არის თუ არის მისთვის ცნობილი ის ფაქტი, ეგ მაყურებელი სოს ამ კითხვას. ასეთი ფაქტი და თუ შეუძლია დაადასტუროს. ჩვენო გუბერნატორმა დავით ხობლიაძემ შოთა ჩოჩიშვილს შესთავაზა თავისი პირველი მოადგილის თანამდებობა იმის სანაცვლოდ რომ მან წააგოს არჩევნებში და ნაციონალური მოძრაობა დამარცხდეს. პაატა ჩხეიძის სასარგებლოდ. თქვენთვის თუ არის ცნობილი აი ამას კითხულობს. ნუ ეს ცნობილია ჩემთვის მხოლოდ რაც ჭორის დონეზე მე ამას ვერ დავამტკიცებ ვერანაირად ეს ალბათ თავად ბატონი შოთა დაამტკიცებს თუ კი ეს მართლაც რეალურად არსებობს და ეს ხმამაღლაც უნდა ითქვას ჩემი აზრით და ამ ეტაპზე მე არაფრის თქმა არ შემიძლია ამდენად. ბატონო მიშა, კიდე ჩემი შეკითხვა. მე როგორც თქვენ ახლა ხელისუფლების წარმომადგენლების როგორც თქვენ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეთ, მე როგორც ვიცი თქვენ თვითონ იყავით ხელისუფალი ტყვიავში. თქვენ იყავით გამგებელი ტყვიავის. ტყვიავის გამგებელი გახდით 1990 თქვენ იყავით ხელისუფლების წარმომადგენლები ეს მინდა 1999 წლიდან 2001 წლის ნოემბრამდე მე საკრებულო საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დავტოვე, რადგან მე პირობა მქონდა მიცემული ხალხთან, რომ თუ კი იმ
იმ საერთო პროგრამას, რომელსაც ითვალისწინებდა მაშინდელი ხელისუფლება, თუ კი ვერ განახორციელებდა, პირველი მე ვიქნებოდი, რომელიც დაუპირისპირდებოდა ამ ხელისუფლებას, დაუპირისპირდებოდა იმ კურსს, რომელმაც ქვეყანაში მართლაც სერიოზული ბზარი გააჩინა საზოგადოებაში თუ სახელმწიფოს საერთოდ წყობილებაში. თქვენი ნებით გადავდეთ. დიახ, ჩემი ნებით გადავდექი და ამით გამოხატე პროტესტი არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. დიდი მადლობა ბატონო. დიდი მადლობა. ალბათ დროავე დავასრულოთ ჩვენი ასე ვთქვათ პირდაპირ ეთერი. მე ტელემაყურებელს შევახსენებ და კიდევ ერთხელ ვიტყვი მათ გასაგონად, ვის მიმართაც გაისმა დღეს მიხეილ ქარელის მხრიდან ბრალდებები. ტელეკომპანია თრიალეთის ეთერი ღია ყველასთვის. მათ შეუძლიათ მობრძანდნენ, გნებავთ პირდაპირ ტელედებატები, გნებავთ პირდაპირ გამოსვლა ესეთ სახით ვთქვათ, როგორც ახლა იყო მიხეილ ქარელის გამოსვლა. მობრძანდით ტელეკომპანია თრიალეთის კარი ყველასთვის ღიაა და გააკეთეთ კომენტარები იმ ბრალდებებზე, რომელიც მე დავამატებ ერთ რამეს, რომ ჩემს მიერ ყველა ის ფაქტი წარმოქმნილი, რომელიც მართლაც რეალურად არსებობს ქალაქში, ეს საკმაოდ დასაფიქრებელია, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა დღეს ქალაქში, ამიტომ მოსახლეობას ვთხოვ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იაქტიურონ იმ ფორმით, რომ ისინი აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებში, მისცენ ხმა თავიანთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ვისი ნებაც უნდათ გამოხატონ, მხოლოდ და არ ქონდეთ იმის ფიქრი, რომ ისინი არ მოვიდნენ არჩევნებში, რადგან ეს იგივე გაყალბება არჩევნებისა და ძალიან ვთხოვ მოსახლეობას, ნუ შეუწყობენ ხელისუფლებას ხელს იმაში, რომ გააყალბონ არჩევნები. დიდი მადლობა ყველას. მე გემშვიდობებით ძვირფას ტელემაყურებელო კეთილისურვილებით, მე იმედი მაქვს, რომ ხვალდაზე ალბათ უფრო დაძაბული დღე იქნება, ხვალდაზე ალბათ კიდევ შედგება პირდაპირ ეთერი ჩვენი სტუდიის საშუალებით, ჩვენი ტელევიზიის საშუალებით და შეგახსენებთ, რომ ყოველ საღამოს, აი ამ დღეებში განსაკუთრებით, ყოველ საღამოს, ასე ვთქვათ, პირდაპირ ეთერში მოვუწევთ გამგებლობისა თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ეთერში გამოსვლა. ახლა კეთილისურვილებით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. კარგად გრძანდებოდეთ.